რამდენიმე წუთია, რაც სასამართლო პროცესი დაიწყო განსაზღვრელი სკამზე ხობის საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი დავით ჭითანავაზის, რომელსაც პროკურატურა სულმცირე სამი ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვებას აედავება. როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, ჭითანავამ აპლიკაცია WhatsApp-ის საშუალებით უკანონოდ მოიპოვა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, შემდგომ კი სხვა პირს გაუგზავნა მესენჯერის საშუალებით. ამ სამი ქალიდან კი ერთ-ერთს აშანტაჟებდა, აედევნა მას, უთვალთვალებდა, რითაც პროკურატურის განცხადებაში როგორც ვკითხულობთ, მსხვერპ ქალს მიადგა მორალური ზიანი და ასევე მან განიცადა სულიერი ტანჯვა. როგორც უფლებადამცველები დავით ჭითანავაზი ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, ჭითანავა ბრალს არ აღიარებს და ის იყენებს დუმილის უფლებას, ასევე ისინი გვიდასტურებენ, რომ ჭითანავა აღარ მუშაობს ხობის საპატრულო პოლიციაში დაახლოებით 1 თვის წინ მან დაწერა ხელწერილი და სამსახურიდან წამოვიდა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით სწორედ მაშინ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები და ამის შემდგომ წამოვიდა ის სამსახურიდან წამოვიდა თუ გამოუშვეს, ეს კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი. ასევე პირველებისთვის მოწოდებული ინფორმაციით სწორედ ამ ფოტოებს ხობის ერთ-ერთი ლაზეროთერაპევტი აწვდიდა. არა, მანამდე გაშვებული იყო, სანამ დააკავებდნენ, გაუშვეს 1 თვით ადრე დაახლოებით. კი ბატონო, ამ ამბის გამო ხო? არ ვიცი, ვერ გეტყვით. პირადი განცხადება დაწერა თვითონ და წავიდა. საკუთარი სახლიდან აიყვანეს, ამას ხო ვერ მეტყვით? კი, საკუთარი სახლიდან აიყვანეს. კი ბატონო, და დუმილის უფლებას იყენებს, ხო? კი, ამჟამად დუმილის უფლებას იყენებს. თანამდებობით ვიცი, რომ არ გაუშვიათ ეს ამბის გამო და ამ საქმის გამო სამსახურიდან არ გაუშვიათ დავით ჭითანავა. სახლში მიაკითხეს კი და სახლში აიყვანეს. ბრალს აღიარებს თუ არა, დუმილის უფლებას იყენებს თუ არა? დავით ჭითანავა საკუთარ სახლში 27 ივლისს დააკავეს. პროკურატურა მის მიმართ ითხოვს პატიმრობას. ამ წუთებში, როგორც გითხარით, მისი აღკვეთი ღონისძიება მიმდინარეობს.